მოგესალმებით, ეს არის 100% ორიგინალური გადაცემა კინოშესტომები. დღეს ჩვენ განვიხილავთ სერიალს სამეფო კარის თამაშები, სეზონი 1. რამდენი წლის ხარ? 10. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ალბათ არ გახსოვს ყველაფერი ხომ უფრო მარტივი იყო, სელმი. ნამდვილად ასე იყო თქვენი მოწყალება. იცოდი ვინ იყო შენი მტერი, მტრები აშკარად და დაუფარავად გებრძოდნენ. ისი არა როგორც დღეს. ალბათ სახარისო იყო. შეცდით. სამეფო კარის თამაშებში ან იმარჯვებ, ან მარცხდები. მესამე გზა არ არსებობს. ღირსების შენარჩუნება ადვილია, მაგრამ ადრე თუ გვიანდგება დღე, როცა არჩევანი უნდა გააკეთო. ხომ შეიძლება ჩვენც ასე მოგვიქცნენ? ბავშვებიც კი დახოცეს. კარგია რომ ბავშვები არ ვართ. აუ შესირო ეს მეორე სირ იმას კი არ გეუბნება რომ ბავშვებსაც მოერვინენო. არამედ იძახის რომ ბავშვებიც კი დახოცესო. ანუ ბოროტი მტერიაო და სახეს გაგვაძრობსო. გასაგებია. მოიცა, ჩვენმა საოცარმა მებრძოლებმა ცხენები არ დააბეს? ეს დასაშვები ფანტასტიკაში ბატონო. ჩვენი ჯიგარი როგორც ჩანს ტელეპორტაციის ძალებით გამოირჩევა, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ღამის მზვერავებს გამოგცეო და ისე რომ არ დაენახათ. დიახ, უფროსო, ესეა, კედელი გარდაუვალია და გაუვალია. ანუ ვიღაცამ გამოატარებენ ცხენიც მისცა, რომ იმდენად შორს დასულიყო, რომ არა შავი სასახლის ბებძებს, არამედ სტარკებს დაეჭირათ. ხო, კაი, თქვათ რაღაცნაირად გამოიქცა, მაგრამ ისე რატო იქცევა, რომ ვითომ მის წინ ყოფი ორი მხედარი ვერ დაინახა. რანაირად? თავად ჯონი ამ კადრში და ასევე ამ კადრში ნედის დამჭერები. დებაჭდება. ოპა, ბრან, ისეთ სახე რატო გაქვს? ვითომ სამეფო ბრბო ახლახან შეამჩნია, როცა აშკარად ტყიდან გამოსვლისანავე ჩანდნენ. ან საერთოდ ბრანი ახლა რატო იგებს, რომ მეფე ორდაბიჯშია? ან დაცვის პოლიცია, ან რეინჯერები, ან სკაუტები არ ყავს ვითომ ვინტერფელს? არ ვიცი. დეინერის. აი ესეთ ყოფილა ჩვენი საპატარძლო. ისე მაგრამ მიკვირს ტარგარიენები ამდენ საუკუნოვანი ინცესტის მერე კიდევ რო არსებობენ. ტარგარიენების სისხლის სიწმინდის შესანარჩუნებლად 300 წლის განმავლობაში აქორწინებდნენ და-ძმას. დიახ, უფროსო, არა და ბიოლოგიურად, მექანიკურად შეუძლებელი იქნებოდა ეს, თადაც სამფეხობის დაცვლად მიმზიდველებიც კი არიან. და ჩვენში დარჩეს დეინერის. ოხრას გადავკუზავდი? თანაც არ მეყვარს ქალები რომ ქვითინებენ. აი ჯოფრე ხა კაცი იყო სტერეოს აი ცულებში გადაიმტრევდა რა თან მე შეგეტყვი სიმაღლე არ ქონდა ან წონა არ ქონდა რომ არ დაეგდო და გაინად გურებინა ტირიოდე რა მაგრამ ტირილით გადის რატომღაც სცენიდან უფროსო, როგორც ჩანს, აქ უბრალოდ ჯოფრის გამოყენებულობას გვაჩვენებენ. სხვა დროს რომ შევხვდებით მის შესახებ აუცილებლად მოგიყვები. მაშ მტვანის დედა მოვსთხან. შენსა სალინა ერქვა რა? ვაილა. ვაილა. მოიცა, ნედი თავის ნაშასთან იმდენხანს როგორ დარჩებოდა რომ ბავშვი გამოერთმია მისთვის. ომის დროს ალბათ ნედს აღარც კი გაახსენდებოდა ის ხალი და უკან დაბრუნებისას არც შეუვლიდა. იქნებ ნედი ჯონის მამა სულაც არ არის. მოიცა, სტარკებს ბარათელებმა რანაირად შეასწრეს ქალაქში, ან თუ შესწრებაზე იყო, რატო გაასწრეს საერთოდ, ერთად რატო არ შევიდნენ? რა მაგდეაც მოտ. გონია მართლა მსაჯულებას ემსახურები? ფიქრობ რომ ამე ჩემისთვის იცი შური როცა ერის ტარგარიენ ზურგში ჩაეცი მახვილი. შენ ბატიოსნად ემსახურებოდი მას, სანამ საშიში არ იყო. რეალურად ჩემო ძვირფასნეთ შენ უფრო ძველი და წმინდა ფიცი დაარღვია, როცა რობერტთან ერთად ტარგარიენების წინააღმდეგ გაილაშქრე. ანუ ნედ სტარკიც ისეთივე ფიზის გამტეხია, როგორც ჯეიმი ფაკინ ლანისტერი? ეგრე გამოვიდა რა. ვაიმე. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ვერ მოგატყუებ. სახიფათო ადგილას აღმოჩენდით. და ერთმანეთს არ უნდა ვეომოთ. ხო და ნედ, თუ ესეთი საშიში ადგილია, ბავშვებს უკან რატო არ აბრუნებ? სანსა ჯერ კიდევ ვერ დაქორწინდება, მანამ სანამ არ გაიზრდება და რაღაცო იმატებ თავის ტკივილს და რაღაცო რისკავს შენდაბალღების სიცოცხლეს. სო კითხვა. აი ეს კაცი კეთოთ. და ის ჩემია. შენი? ყოველ შემთხვევაში ჩემი იყო უფლისულ ჯოფრის პატივსაცემად გამართულ ტურნირამდე. სერ ჯეიმიზը ჩავედი ფსონს, როგორც ყველა გონიერი ადამიანი იზავდა. ყვავილების რაინდმა ცხენიდან რომ გადმოაგდო. ხანჯალს გამოვემშვიდობე. ვისთან წააგე? ტირიონ ლანისტერთან.
ჯუჯას. ტირიონ შეეძლო გადაედნო, გაეყიდა, წაეგო ან გაეჩუქებინა ესტანა და მილიონი სხვა გზით დაეკარგა კიდე. თან როცა ვინტერფელში ჩამოვიდა, მგონი მარტო მას არ ქონდა არანაირი იარაღი ასხმული. ან უпросо ოდნავ დაკურებული ადამიანის შეამჩნევა რომ ტირიონი არა ის კაცი რომ ოჯახის საწინააღმდეგოდ რაიმე მაყუთი დადოს. სხვირი გამიტეხე ნაბიჯვარო. მოიცა, ღამის გუშაგების 50%-ზე მეტი ნაბიჯვარი არა? რატო გამორჩეს მაინც და მაინც ჯონი ნეტა? მე რა რომ ლორდის ნაბიჯვარია. იქნებ კაი ნაბიჯვარია. რამდენი ჯერკვის ტყუარი ბლია. ყველა მიცოდა აქ რა ხდებოდა. მაგრამ არავინ არ მითხრა. არავინ თქვენს გარდა. მამა ჩემაც იცოდა. ყველა მიცოდა. ახლა მაიცა. ბენჯერმა გითხრა ჯერ ადრეავდო ცოტა მოიცადეო. შენ მაინც გაატრაკე მინდა და წამოგიყვანეს, ხო? თან ჯერ არც დაგიფიცები არაფერი და შეგიძლია უბრალოდ შემოახტე ცხენს და მოსგანო აქედან. აი ქალია რომელიც ვითომ წიგნს კითხულობს. ვარ ის ემსახურება თუ დედოფალს? არა. ჩემი ჯაშუშია. საღოლ ყლეო. აუ, საღოლ პიტერ ტორა, მაგრამ მოიფიქრე შენი აგენტის ვინაობის ხმამაღლა თქმა. ეს მეფისთვისაა. ლორდმა სტარკმა გამოუგზავნა. დავტოვო? ჩუმად. როგორ გონია რამდენი არიან? ამას ჩემი მორიგეობის დროს აკეთებს ხოლმე. რომ გავიგონო როგორ ამცირებს ჩემს დას. გადაუწიე ფეხი. სერსეი და რობერტი პოლიტიკურ ქორწინებას შეერანა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმის დასჯა არ მომწონს ასეთი ფორმით არანაირად, ვაფშე არ მიკვირს ის, რომ არც ცოლს და არც ქმარს ერთმანეთი არ უყვართ. არც ერთხელ არ ყოფილვარ ქალთან. სინამდვილეში მეც შენსავით ვარ. შიშველ ქალთან ერთად ვიყავი ოთახში, მაგრამ არ იცოდი რა უნდა გექნა რა? არია შეძლო მოეთმინა, ის ხალხი გავიდოდა და უკან დაბრუნებულიყო, თუმცა არა, საცხა ჯანდაბიდან უფრო საცხა ჯანდაბაში გავიდა. საღოლ. მინდა რომ ჩაძაღლდნენ დედა, შვილი და ის სულელი ვისერისი გასაგებია? ორჯერ გამოყევი ომში. უყოყმანოთ. დაუფიქრებლად. მაგრამ ახლა არ გამოყვები. წადი. მოშორდი აქედან. ანუ თუ გადაწყვეტილება მიღებული გქონდა, ეს ხალხი რაღაცო მოიხმენდა, როცა საწინააღმდეგო რამეს გაიგებ, რაღაცო ბრაზდები ბლად. ეს ყლეა რა? ნადირობიდან რომ დავბრუნდები მერე ვილაპარაკოთ. მეფე რობერტას ზუსტად ესმის რაოდენ დიდი კრიზისის წინაშეა სახელმწიფო. თუმცა დიდ გვარებს შორის მედიატორობის ნაცვლად სიცოცხლის ტახტზე ნადირობით რისკავს. საღოლ, შიხვარა აქვს. ჯერ არა. სისხლის წილ. მინდი. კარგია რომ თევს კარგად დაუჯერე. კრეიჯოები ხო ძალიან მაგრები იყვნენ ომებში. ოღონდ მარტო იმ ომებში, სადაც მოწილობას არ იღებდნენ. სულ გამოყლებდნენ. ბრანისა წავიდა. არ ვიცი. ეს ხომ ჩემი ოჯახი არ არის. არა თეოდ, ეს შენი სახლი ნამდვილად არ არის, მაგრამ შენ სტარკების მსახური ხარ და სტარკებს უნდა მოусმინოთ, მაგრამ მათ აქვთ უფლება რომ არ მოგისმინონ შენ. გაგედო ბაირამ დუდუქში? სასამართლოს ვითხოვთ ლორდ ლანისტერ. მოიცა, ეს სასახლე რანაირად დგას ფეხზე, როცა აშკარად მის ქვეშ ჰაერია. ეს დასაშვები ფანტასტიკაში ბატონო ჩემო. კაი რა ჯიგარო, რატო დამიყარე ყველაფერი აქ ეხა? სხვები თუ ადადგენ მაგ შენ ადგილას და დამლაგებლებს მაგ თევს ხო ვერ გადაუხდივე. კიდევ ერთხელ მაჩვენე. რა გაჩვენო? ყურადღება. ეს ეკრანებზე ახლა გამოვა ყველანაირ ფილმსა თუ სერიალში ყველაზე მეტად დაპაუზებული კადრი. 100 ამხელა მოდელი. გვირგვინი მეფისთვის. ხოინა. ოქრო კოცონზე რანაირად გაალღბეს, დაადნეს და მე თავზე როგორ გადაასხეს და მე იმ წამსვე როგორ გააცივეს, ამიხსენით ვინმე თუ შეიძლება, თორე სცენარისტებს სახის ძვალს ავახებ აკლემის წიხლით. Kveni fantazიური დედები უნდა მეფე ნადირობიდან რომ დაბრუნდება ყველაფერს უამბობ. იმ დროისთვის თქვენ და თქვენი შვილები აქ აღარ უნდა იყოთ. მათ სისხლში ხელებს არ გავისურვე. შორსოდი და რაც შეიძლება მეტი ხალხი წაიყვანეთ თან.
კაი, ნედი კი კაი ტიპია, მაგრამ ჭკუა უმუშავებს და როგორ დაიჯერა ის, რომ ცერსეი უბრძოლველად გაიქცეოდა. ან სამეფო ოჯახს იმიტომ დატოვებდა, რომ სადღაც ჯანდაბაში კონტინენტის იქით გაქცეულიყო. მაგრამ მარტო არა. მე დროშებს უხმეთ. ყველას, მილორდ. ყველამ დადო ფიცი, რომ მამა ჩემს დაიცამენ, ხომ ასეა? დიახ. ახლა კი ვნახოთ რა ფასი აქვს მათ სიტყვებს. საოცრად უხეშია. ისე ამ სუფრაზე ომს რატო განიხილავენ, როცა ყველა აშკარად გაღმაა გასული. რა ხდება, ბოზიშვილებო? მეძავა. არა. ლორდ უოლდერს ბავშვობიდან ვიცნობ. არაფერს დამეშავებს. თუ რამე სარგებლობს არ ნახავს. კაი იყო. მინდა თავიდან მოვიშოროთ ჩემი ქალიშვილები და ვაჟიშვილები, რომ ნახეთ რამდენი არიან. თქვენ ბავშვები აკეთოთ ისე ამოვნოთო და ჩვენ შეშამოგცეთო. ბეილორ. აი ნეთმა ისე მიაძაღა ბეილონიო, შეიძლება ლოცვა დაღიქვათ ეს შეძახილი და დაიკიდებიდათ. ან რავი, სამეფო კარიდან ყველა ბრმა, რომ ვერავინ ვერ დაინახა, არია ქანდაკებაზე? გაუმარჯოს ჩრდილოეთის მეფეს. გაუმარჯოს ჩრდილოეთის მეფეს. გაუმარჯოს ჩრდილოეთის მეფეს. გაუმარჯოს ჩრდილოეთის მეფეს გაუმარჯოს. ჩრდილოეთის მეფეს გაუმარჯოს. ძალიან მიყვარდა ეს სცენა ყოველთვის, მაგრამ რომ დავფიქრდი, ხო? ჩრდილოელების ალიანსისთვის უფრო მაგარი იქნებოდა, რომ სტანის დახმარებოდეს. სტანისი, რა თქმა უნდა, ჩრდილოელებთან ვალში იქნებოდა. თან ჩათვალეთ, რომ ჩრდილოეთი ისეც მარტო იყო და ეხა უფრო თავის პონჩი წავიდოდა. თან ჩრდილოეთი თუ ჩრდილოეთის მეფისთვის იბრძვის და მარტო ჩრდილოეთის დამოუკიდებლობა უნდა დინარეთის მეფეებმა რაღა დააშავეს. რეალურად აქ რო რობს მოეგო, მთელი სისტემა ჩამოიშლებოდა და ყველა სამეფო ცალსაკი გამოვიდოდა, რაც დაანგრევდა მთელ ვესტეროს. ხო და მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდით ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, ერთმანეთს კი შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ ვიდეოში. Peace!